დიდი ამბები მოხდა ამერიკაში ბოლო დღეებში, ჩარლი კიკის კვლელობა და მთელი ის ამბები, რაც ამასთან ახლდა, შეიძლება ითქვას, რომ თან ეს საკმაოდ რელიგიური ხალხი არის, ახალი წმინდანი, კი არა, წმინდანი შეიძინა მთელმა იმ მოძრაობამ, რომელსაც მაგას უწოდებენ, ძალიან გავლენიანი და ასე რომ ვთქვათ, ძალიან მრავალი წელი ვნახავთ კიდე ამ გავიგებთ ამ სახელს და გვარს და მოვისმენთ მის სიტყვებს სავარაუდოდ და ბევრ ამას მიაწერენ კიდეც, როგორც იციან ხოლმე ასეთი პირების შემთხვევაში. უბრალოდ მოდი ავხსნათ ახლანდელი ვითარება, რაც ხდება ამერიკაში, რა გამოავლინა ამ კვლელობამ და მეორე მხრივ რა გაამწვავა კვლელობის ამბავმა, რა მიმართულებით მოიტანა უკვე თავისი კონკრეტული შედეგები. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რა გამოავლინა და რა გაამწვავა, შეიძლება ითქვას, რომ ის უკიდურესი პოლარიზაცია, რაც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? პოლიტიკური პოლარიზაცია ერთის მხრივ გამოავლინა ამ კვლელობამ, ხო? ულტრამემარცხენეებსა და ულტრამემარჯვენეებს შორის თქვათ დაპირისპირება. მეორეს მხრივ თქვათ ეს დისკუსია, რომ დებატები შეუძლებელი ხდება, ხო, თქვათ დებატების წარმოება, იმიტომ რომ ბატონი ჩარლი კირკი ამითაც იყო ცნობილი, ხო, ეს ყველგან დებატებს ატარებდა კამპუსებზე და მეორეს მხრივ თქვათ კიდე დაამწვავა ეს დაპირისპირება იმ კუთხით, რომ თქვათ უკვე ისმის, ხო, თქვათ მაგა მემარჯვენე ფრთიდან რომ მემარცხენეებმა ომი გამოგვიცხადეს და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალური მემარცხენეობა არის მთავარი პრობლემა და რადიკალური მემარჯვენეობა არ არის პრობლემა. პირიქით მხრიდან, რა თქმა უნდა, პირიქით თქვა დისკუსიებია და ასევე გამოავლინა პრობლემა, რომ თქვა ამის გარდაცვალების შემდეგ უკვე საჯარო სივრცეში ყველა ნახავდით ზამბერს თქვა გაუხარდა ან სიხარული ვერ დამალა ისეთ დონეზე, რომ თუ გადახედავთ ამერიკულ გაზეთებს, ხალხს ათავისუფლებენ სამსახურიდან იმის გამო, რომ სიხარული ვერ დამალეს, ან რაღაცა საკუთარ სოციალურ მედიაში ისეთ განცხადებები გააკეთეს, რომელიც მათი გათავისუფლება გამოიწვია სამსახურიდან. გიორგი, როგორ ფიქრობთ, როცა ვსაუბრობთ ამ რადიკალურ ფორმებზე, ხო? ერთი მხრივ და ეს ორივე მხარე ამ რადიკალიზმისა მიიჩნევს, რომ სისტემა არის დასანგრევი. ანუ ორივე მიიჩნევს, რომ სისტემა არის პრობლემის სათავე, ანუ ეს რომელიც ამერიკაში ამდენი უკვე საუკუნეა არსებობს და ეს სისტემა უნდა მოიშალოს, იმის რომ ამ სისტემას მაქვს ბევრი პრობლემა. სხვა კუთხიდან იხსნება ეს სხვა პრობლემას ხედავენ ამ სისტემისას, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ფრთა ამას ებრძვის. როგორ ხედავთ, საითკენ მიდის ამ მხრივ გზა და რამე ანალოგია აქვს თუ არა წარსულიდან? ხშირად ადარებენ 60-იანი წლების ამერიკას, 70-იანი წლების, სადაც ასევე ბევრი სისხლიც იყო, ბევრი პოლიტიკური მკვლელობაც იყო, შიდა პარტიული დაპირისპირებები იყო, რადიკალიზაცია მაშინაც იყო, ხო? როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ეს ამ ანალოგიის გამოყენება და რამე წარსული და რამესთან შედარება და მეორე მხრივ, რამდენად ღრმა არის ეს კრიზისი სისტემური და უნდობლობა სისტემის მიმართ? შესაბამისად, რამდენად მომხიბვლელი იქნება ეს შედარებით რადიკალური ფორმები, როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ მომავალშიც პოლიტიკურ კლასში? რაც შეეხება ისტორიულ ეპოქებს, პოლარიზაციის დონით რამდენიმე წლის წინ კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც ამბობდა, რომ თქვა სამოქალაქო, ანუ უკვე მე-19 საუკუნე, ხო? სამოქალაქო ომის შემდეგ არ ყოფილა ამერიკა ესეთი პოლარიზებული, როგორიც დღეს არის. ეს კვლევები მეც, რა თქმა უნდა, 60-იან წლებსაც მახსენებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ პარტიული პოლარიზაცია 60-იან წლებში სხვა ფორმით იყო, იქ 1000 ფაქტორი არსებობს, მათ შორის ის, რომ თქვა პარტიული სტრუქტურა სხვანაირი იყო და დემოკრატიული პარტიის თქვა სამხრეთი ნაწილი ჩვეულებრივ კონსერვატორები იყვნენ, ხო? ანუ პარტიები არ იყო ეგეთი რადიკალური გამიჯნული იდეოლოგიურად, ხო? განსაკუთრებით დემოკრატები. დღეს რა გვაქვს, ხო, რომ დღეს გვაქვს არა მარტო ასე ვთქვათ, პოლიტიკური პოლარიზაცია, ხო, საკითხებზე პოლარიზაცია დღეგე რამდენი იქნება და იერარქი როგორ ვაკონტროლოთ, ამჟამად გვაქვს უკვე, რა თქვია, აფექტური პოლარიზაცია, ხო, პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომ ადამიანები აცხადებენ, რომ მე თუ რესპუბლიკელი რომ მე დემოკრატ სოლად არ მოვიყვან, მე დემოკრატი მეზობელი არ მინდა, ანუ უკვე გადადის საყოფაცხოვრებო დაპირისპირებაში. ასევე ვთქვათ, ამერიკის პოლიტიკური რუკა რას გვეუბნება ყოველ არჩევნებზე, ყოველ არჩევნებზე გვეუბნება, რომ ქალაქები ხდებიან უფრო და უფრო დემოკრატიული, ანუ ვთქვათ, კამალა ჰარისი ქალაქებს იგებს 75%-ით და რურალური ამერიკა პირიქით უფრო და უფრო წითელი და კონსერვატიული ხდება, ანუ ხდება სრული, ასე ვთქვათ, გამიჯნა, ანუ ის თვითშერჩევა, ხო, თუ დემოკრატი ხარ, ქალაქში მიდიხარ საცხოვრებლად და პირიქით და შესაბამისად ეს უკიდურესი პოლარიზაცია
ყოველ შემთხვევაში შენარჩუნდება და აქ მრავალი ფაქტორი არსებობს, მათ შორის ის რომ თქვათ პირდაპირ არ ამგონია რომ რომელიმე პარტიის ელიტა დაინტერესებული იყოს პოლარიზაციის შემცირებაში იმ კუთხით, რომ რა თქმა უნდა პოლარიზაცია იწვევს არა მარტო მეორე ჯგუფის ზიზღს, არამედ შიდა ჯგუფური შეკავშირების გაძლიერებას. და ეხლა პოლიტიკურად ეს ძალიან ყველა ქვეყანაში, არა მარტო ამერიკაში მისაღებია, რომ საგარე მტერი შეკავშირება შენ გარშემო, ანუ ხმებს წერს რა, ესე მარტივად რო ვთქვა, პოლარიზაცია შესაბამისად შემცირებებაც კი, განცხადებები ორივე მხრიდან მოვისმინეთ, რომ საჭიროა სამოქალაქო დისკუსიის აღდგენა, ცივილურობის დაცვა, მაგრამ ეს თქვათ პირდაპირ რომ ბევრჯერ მოგვისმენია და ნუ თქვათ აი ტრამპს რო ესროლეს ბაიდენის გამოვიდა და ეს ბევრჯერ მოგვისმენია, მაგრამ დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა ამას არავინ არ იცავს, ან ნაკლებად იცავს. მეორე მხრივ აი ეს მობილიზების ეფექტი შიდა პრაიმერიზებში, შიდა პარტიულად ხო ფაქტია რომ აი ეს რადიკალური იდეები ყველაზე დიდი მომხიბვლელობის არის, ხო და ჩვენ ნახეთ რესპუბლიკური პარტიის შემთხვევაშიც ეს და სავარაუდოდ აი ეხლა რომ საპრეზიდენტო პრაიმერები იქნება რაღაც გავს ვნახავთ დემოკრატების შემთხვევაშიც. უბრალოდ ამ მხრივ სისტემურად რომ შევხედოთ, ბევრი მიიჩნევს რომ აი ტრამპმა და აი მაგამოძრავამ მთლიანად გადაამუშავა რესპუბლიკური პარტია. არის თუ არა რაღაც ძალა დემოკრატების მხარეს, რომელსაც შეუძლია იგივე გაუკეთოს დემოკრატებს. თუ აი ეს დემოკრატების ცოტა არადემოკრატიული ინსტრუმენტი სუპერდელეგატების სახით იქნება ისტებლიშმენტის ძალა, რითიც შეაკავებენ ნებისმიერ ასეთ შიდა პარტიულ პოპულიზმს. ზოგადად, იქიდან დავიწყოთ, რომ ზოგადად რა ხდება პრაიმერის დროს ყველაზე ასე ვთქვათ, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად მოტივირებული ხალხი დადის პრაიმერიზზე და შესაბამისად ხდება ყველაზე რადიკალური კანდიდატების ზოგადად არჩევა, მიუხედავად იმისა, პარტიის უმრავლესობას და ზოგადად საერთო არჩევნებზე აქვს თუ არა შანსი. ამიტომ ზოგადად პრაიმერებს თავისი მოწინააღმდეგეებიც ყავს. რაც შეეხება ზოგადად დემოკრატების და რესპუბლიკელების ამ რადიკალიზაციას, ეგ პარტიული სტრუქტურიდანაც თქვათ ამორჩეველთა ბლოკიდანაც შეიძლება ითქვას, რომ თქვათ ისტორიულად დემოკრატები ან 60-იან წლებიდან უფრო ფართო კოალიცია იყო, ხო? რესპუბლიკური კოალიცია მაინც იყო ეს თეთრკანიანი საშუალო კლასი, ასევე ფერმერები, მაგრამ უფრო თეთრკანიანი დემოკრატიული კოალიცია იყო, თქვათ, უმცირესობები, იმიგრანტები, ასე შემდეგ და ბუნებრივად ეს კოალიციურობა დემოკრატებში წარმოშობდა, თქვათ, კომპრომისის წლების მანძილზე, თქვათ, იყო ლაპარაკი, რომ რესპუბლიკელები უფრო რადიკალიზირდნენ, ვიდრე დემოკრატები. რაც შეეხება ეხლა როგორ განვითარდება მოვლენები, ხო? რამდენიმე საკითხი არაში თქვათ დემოკრატულად განწყობილი ახალგაზრდობა ეს მაპოლარიზებელი საკითხები იქნება მომავალ არჩევნებში თქვათ დემოკრატებთან უფრო ეს არის ისრაელის საკითხი, ამას ჩვენ ვხედავთ ხო უკვე ძალიან მნიშვნელოვნად და ასევე აი პირველი თქვათ როგორ რანაირად ნიუ-იორკის არჩევნები იქნება ძალიან საინტერესო ამ კუთხით რომ კაცმა ვინც მოიგო დემოკრატიული პარტიის პრაიმერი და არის დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, თქვათ, ნიუ-იორკის არჩევნებში გახლავთ არ მალავს, ხო? ამერიკაში ზოგადად შეიძლება ღიად სოციალისტი იმ კუთხით რომ არ მალავს, ხო? ამერიკაში შეიძლება იყო მემარცხენე, მაგრამ ძირითადად ერიდებიან თავს რომ სოციალისტი დაუძახონ, იმიტომ რომ ეს რაღაც ტოქსიკურობასთან არის ასოცირებული. და დემოკრატიული პარტიის ისტებლიშმენტი ხა ერიდებათ, მაგრამ ასევე უჭერენ მხარს სხვა კანდიდატს, რომელიც დამარცხდა თქვა პრაიმერის და აქ არის უკვე ეს საკითხი ჩემოდის, რომ პარტიის ამომრჩევლობა გადაწყვიტა, რომ ეს იყოს თქვა არჩევნებზე და ელიტას მაინც არ მოწონს ეს კაცი, ხო და არის აქ დიდი დაპირისპირება ამ კუთხით. სუპერდელეგატების ძალა ძალიან შემცირებულია, მით უმეტეს 2016 წლის შემდეგ. შესაბამისად ნახოთ რა გამოჩნდება, ჯერჯერობით ხა საპრეზიდენტო კანდიდატები ესე 1-2 თქვათ მოიაზრება, კალიფორნიის გუბერნატორი, თქვათ ილინოისის გუბერნატორი. შესაბამისად, დრო გვაჩვენებს ამ კუთხით.